გამარჯობა. Ამ ვიდეოში ვისაუბრებთ გადახრების მართვაზე. გადახრების მართვა ორივე სტანდარტის, როგორც GMP-ის კარგი საწარმოო პრაქტიკის, ასევე GDP-ის კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის მოთხოვნაა და ის ბევრჯერ არის ნახსენები სრულიად სხვადასხვა ასპექტში. ორივე სტანდარტი გვეუბნება, რომ საჭიროა ყველა მნიშვნელოვანი გადახრის დაფიქსირება და მოკვლევა ძირითადი გამოწვევი მიზეზების დადგენის და შესაბამისი გამოსასწორებელი, ან კორექტირებელი და პრევენციული ზომების გატარების მიზნით. რა არის გადახრა? სანამ ვიტყვით რა არის გადახრა, მანამდე ვთქვათ რა არ არის გადახრა და ახლავე შევთანხმდეთ იმაზე, რომ დაგეგმილი გადახრა არ არსებობს. რაც იგეგმება წინასწარ, ეს არის ცვლილება. ხოლო გადახრა კი არის მოულოდნელი მოვლენა, ნებისმიერი დაუგეგმავი მოვლენა, ასე არის განმარტებული. ეს შეიძლება იყოს, ვთქვათ, დადგენილი პროცედურებიდან გადახვევა, ნებისმიერი მოვლენა, რამაც შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს პროდუქტის ხარისხზე, ან პაციენტის უსაფრთხოებაზე, პროდუქტის წვდომაზე, ან მის მიკვლევადობაზე. შეიძლება ეს იყოს ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ნებისმიერი დამტკიცებული დოკუმენტიდან გადახვევა, გეგმიდან გადახვევა, გეგმის შეუსრულებლობა. შეიძლება ეს იყოს ნებისმიერი GXP გადახრა. ინსპექტორის კუთხით არ არის გადახრა რაღაც ცუდი მოვლენა, თუმცა თუ კი ის სათანადოდ არ იმართება, ძალიან დიდ პრობლემად შეიძლება გადაიქცეს. რა გვჭირდება იმისთვის, რომ ორგანიზაციაში სტანდარტის ეს მოთხოვნები სწორად დაინერგოს? პირველ რიგში გვჭირდება პროცესის გააზრება, თუ სად შეიძლება გადახრას ჰქონდეს ადგილი, როგორ შეიძლება ის მოვიდეს, ვთქვათ, განხილვის ეტაპამდე, ისე რომ არ დაიკარგოს, ისე რომ მოხდეს მისი სწორი მსვლელობით GMP და GDP პროცედურებით მართვა. ამისთვის უნდა არსებობდეს პროცედურა, წერილობითი პროცედურა, სტანდარტული ოპერაციული პროცედურა, უნდა გვქონდეს გადახრის დაფიქსირების მიზეზების მოკვლევის და გადაწყვეტილებების მიღების შესაბამისი ჩანაწერების ფორმები და უნდა გვქონდეს ასევე გადახრების აღნოსთვის ფორმა, შესაბამისი გადახრების რეესტრი ან გადახრების ჟურნალი. თუმცა, აი ამ ჩამონათვალის მიღმა დგას თანამშრომლების სწავლება, ჩანს ორგანიზაციაში კულტურა გადახრებზე და პრობლემებზე ღიად და გამჭვირვალედ საუბრის და მსჯელობის შესახებ. ყველა თანამშრომელი, იქნება ეს ოპერატორები, მენეჯერები, ტექნიკური პირები თუ დასუფთავების პროცედურებში ჩართული პირები, უნდა იცნობდნენ ამ სისტემას, მათ უნდა იცოდნენ, რომ მათ მიერ დაფიქსირებულ თუნდაც ერთი შეხედვით უმნიშვნელო პრობლემას შეუძლია ეს პრობლემა მოიტანოს მენეჯმენტამ განხილვისთვის და თავიდან აგვაცილოს შემდგომ გართულებას და პაციენტზე მის ასახვას. მენეჯმენტის ჩართულობა ცხადია ამ პროცესშიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება გადახრების დაფიქსირება, იმისთვის, რომ გამოვიკვლიოთ სრულყოფილად, იმისთვის, რომ შევაფასოთ პოტენციური გავლენა პაციენტზე, იმისთვის, რომ ხელახალი გადახრა თავიდან ავიცილოთ და ასევე იმისთვის, რომ მარეგულირებელ ინსპექციებს საჭიროების შემთხვევაში წარუდგინოთ და მოვახდინოთ დემონსტრირება, თუ როგორ ხდება ორგანიზაციაში შეუსაბამო სიტუაციების მართვა. არ უნდა დაგვავიწყდეს არამხოლოდ ფაქტიური გადახრები, არამედ ეგრეთ წოდებული თითქმის გადახრები ან კინაღამ შემთხვევები, როცა ვამბობთ, რომ გადავრჩით. ასეთ შემთხვევებსაც უნდა მივადევნოთ თვალი და უნდა ვიყოთ ყურადღებით, რომ სამომავლოდ არ მოხდეს ისე, რომ გადახრა დაგვიბრუნდეს უკვე რეალური გადახრის და დიდი პრობლემის სახით. გადახრების კლასიფიკაციის მიღებული ფორმა არის მათი დაყოფა კრიტიკულ, მნიშვნელოვან და უმნიშვნელო ან მცირე გადახრებად. კრიტიკულ გადახრად ითვლება გადახრა, რომელსაც მაღალი პოტენციური გავლენა შეიძლება ჰქონდეს პაციენტის უსაფრთხოებაზე, პროდუქტის ხარისხზე, პროცესზე, ასევე მონაცემთა მთლიანობაზე, სისტემებზე ან დოკუმენტებზე. უმნიშვნელოდ ითვლება გადახრა, რომელსაც არ აქვს კრიტიკული გავლენა, თუმცა შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელოვანი გავლენა პაციენტის უსაფრთხოებაზე, პროდუქტის ხარისხზე, პროცესებზე, დოკუმენტებზე და მონაცემთა მთლიანობის საკითხზე. ხოლო მცირე გადახრად კი ითვლება გადახრა, რომელსაც არანაირი გავლენა არ ექნება პაციენტის უსაფრთხოებაზე, პროცესებზე, მონაცემთა მთლიანობაზე და ის შეიძლება შეფასდეს როგორც მცირე გადახრა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადახრების გამოკვლევაში, უკვე მოკვლევის ეტაპზე, მისი შემოდინებული გადახრების მოკვლევის ეტაპზე, სწორი ადამიანები იყოს ჩართული. ადამიანები, ვინც იცის პროცესი, ვისაც აქვს ინფორმაცია კონკრეტულ დანადგარზე, ან კონკრეტულ მომწოდებელზე, პროდუქტზე და მნიშვნელოვანია გადახრის განხილვის გუნდის ფორმირება. ასევე უნდა ვიცოდეთ, ვისი ინფორმირება მოხდეს შედეგების შესახებ, როდის უნდა მოხდეს ინფორმირება, ვის უნდა ვაცნობოთ გადახრის შესახებ. პირველ რიგში ეს GMP გარემოში არის კვალიფიციური პირი, QP, ხოლო GDP გარემოში არის პასუხისმგებელი პირი, RP. ასევე უნდა მოვახდინოთ მწარმოებლის, შესაძლოა მომწოდებლის ან მომხმარებლის ინფორმირება. ასევე უნდა გქონდეს დოკუმენტირება მთელი ამ პროცესის. იქნება ეს ინფორმაციის გაცვლა მეილის საშუალებით თუ სხვა ფორმით, აუცილებლად უნდა მოხდეს ყველა ეტაპის დოკუმენტირება. ასევე გვჭირდება, რომ დოკუმენტები, ხარისხის გადახრების ოქმები იყოს წარმოებული ხარისხის მენეჯმენტის სისტემის მოთხოვნების დაცვით. იმისთვის, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ განმეორებითი გადახრა, ან იგივე მიზეზის მქონე გადახრა, იგივე ძირეული მიზეზი წარმოშობილი, ან იგივე ფაქტორები თუ არის ჩართული პროცესში, მაგალითად, გადახრაში ვთქვათ, ერთი და იგივე პროცესი, ან პერსონალი, ან ხარისხის სისტემა, უნდა მივადევნოთ თვალყური. ასევე მნიშვნელოვანია, თუ კი ვთქვათ, ერთი გადახრის შემთხვევაში გავატარეთ მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებები და გადახრა მეორდება, ცხადია იგივე კაპას გამეორება არ გამოგვადგება და უნდა შევცვალოთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თუ კი გადახრა განმეორებით წარმოიქმნა, ამ შემთხვევაში შეიძლება გამოყენებული იყოს უფრო მაღალი კლასიფიკაციის დონე, მაგალითად, მცირედან მნიშვნელოვან კლასიფიკაციამდე ავიყვანოთ გადახრა. განმეორებითი გადახრის შემთხვევაში რეკომენდაციები არის, რომ არ ჩავატაროთ წინა გამოკვლევის ანალოგიური გამოკვლევა. უნდა გადავამოწმოთ, რა პერიოდი გავიდა წინა გადახრიდან. ხომ არ მოხდა ამ პერიოდში პერსონალის ცვლილება, ან რამდენად ადეკვატური იყო წინა გადახრის საპასუხო მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებები. რა ვადებში უნდა ჩავეტიოთ გადახრის გამოკვლევისას და მიზეზებში გარკვევისას. ზოგადად მიჩნეულია GMP-ს და GDP გარემოში, რომ ეს არის 30 დღე. თუმცა ამ დადგენილმა ვადამ არასწორი პრაქტიკისკენ უბიძგა ინდუსტრიას და არის პრაქტიკები და გამოცდილებები, როცა 29 დღის განმავლობაში გადახრა არის ღია და შემდეგ ხდება მისი განხილვა. ამ შემთხვევაში ცხადია მნიშვნელოვანია, რომ ოპერატიულად განვიხილოთ, რადგან დროთა განმავლობაში შეიძლება მონაცემები და დეტალები დაიკარგოს, გაბუნდოვანდეს და ჩვენ გაგვიჭირდეს სიტუაციის გაცოცხლება გარკვეული დროის შემდეგ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ სანამ ვიკვლევთ, შეიძლება ამ დროს გადახრა განმეორდეს. ან სანამ ვიკვლევთ, ამ დროს ბაზარზე პროდუქტის მიწოდება შეიძლება იყოს შეფერხებული და ასევე ეს საკითხიც არის ძალიან მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი და უნდა ვიყოთ ოპერატიულები გადახრების გამოკვლევაში. მიზეზების კვლევის დროს უნდა გამოვიყენოთ ძირეული მიზეზების რისკის ანალიზის ინსტრუმენტები, რომელსაც ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ ხარისხის რისკის მართვის ვიდეოს განმავლობაში. ყველა გადახრას უნდა მოყვეს გარკვეული რეაგირების ღონისძიებები. მცირე გადახრის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს მხოლოდ კორექცია, ხოლო მნიშვნელოვანი და კრიტიკული გადახრების შემთხვევაში უნდა მოყვეს როგორც კორექცია, ასევე მაკორექტირებელი ღონისძიება და პრევენციისთვის უნდა იყოს გარკვეული ზომები მიღებული. ტერმინოლოგიაზე რომ ჩამოვყალიბდეთ, არსებობს შესაბამისი ტერმინები, რომელიც გამოიყენება ამ კუთხით, ეს არის კორექცია, რაც გულისხმობს გამოვლენილი შეუსაბამობის გამოსწორებას, კორექტირებას, არსებობს ტერმინი მაკორექტირებელი მოქმედება, ეს არის რეაგირება გამოვლენილი შეუსაბამობის მიზეზზე და ის ტარდება შეუსაბამობის დაფიქსირების შემდეგ, რომ თავიდან აგვაცილოს ხელახალი წარმოქმნა. და არსებობს ასევე ტერმინი პრევენციული მოქმედება, ეს არის პოტენციური შეუსაბამობის თავიდან ასაცილებლად გატარებული მოქმედება, რომელიც ტარდება შეუსაბამობამდე და ემსახურება შეუსაბამობის
თავიდან აცილებას. გარდა გადახრისა, კაპაში, კაპა პროგრამაში, მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებების პროგრამაში შეიძლება გადავიდეს შიდა აუდიტის შედეგად დაფიქსირებული შენიშვნები, გარე აუდიტის ან ინსპექციის შედეგად დაფიქსირებული შენიშვნები და შესაბამისი რეაგირების ღონისძიებები. შეიძლება გადავიდეს რეკლამაცია და სხვა. ანუ კაპა პროგრამა აერთიანებს ყველა დაფიქსირებულ პრობლემაზე კომპანიის რეაგირების ღონისძიებებს. არსებობს საფეხურები და 8 საფეხურიანი პროცედურა არსებობს კაპა ღონისძიებების გატარების. ეს არის იდენტიფიკაცია, შეფასება, გამოკვლევა და ანალიზი, შემდეგ სამუშაო გეგმის შედგენა, შემდეგ უკვე აღსრულება ამ გეგმის, ეფექტურობის ანალიზი, მიღებული ზომების და კაპა იხურება, ხოლო გარკვეული პერიოდულობის შემდეგ კი მერვე საფეხური არის ტენდენციების შეფასება. იდენტიფიკაცია, შეფასება, პირველი რამდენიმე საფეხური შეიძლება გადახრის განმავლობაშიც ჩავატაროთ და შემდეგ უკვე თუ კი კომპლექსური ღონისძიებებია საჭირო, უკვე სამოქმედო გეგმის შემუშავება მოხდეს კაპა ღონისძიებების, კაპა პროგრამის სახით. რატომ ხდება, რომ ორგანიზაციებში წარუმატებლად მიმდინარეობს კაპა პროგრამის განხორციელება? პრობლემები გამოვლინდება, სამოქმედო გეგმა შედგება, მათი ანალიზი მოხდება, მაგრამ კაპას აღსრულება არ ხდება ხოლმე დროულად. ეს ყველაზე გავრცელებული ხარვეზია ხარისხის მენეჯმენტის სისტემის, როდესაც კაპა ღონისძიებები დროულად არ ხორციელდება. ხშირად არის, როცა შეფასება ხდება ზერელეთ და ზედაპირულად და ვამბობთ, რომ ეს არის ერთეული შემთხვევა. ანუ ამბობთ, რომ თანამშრომლის შეცდომა, ადამიანური შეცდომა და მიზეზად ვასახელებთ ამას. გამოსწორების ღონისძიებად ვასახელებთ განმეორებით სწავლებას და შემდეგ პრობლემა კვლავაც მეორდება. როდის შეიძლება იყოს კაპა წარუმატებელი? როდესაც დროულად არ დავხურავთ, შესაბამის ზომებს არ მივიღებთ და როცა პრობლემა მეორდება. ანუ მთავარი კრიტერიუმი ამ სისტემაში არის ის, რომ ეს პრობლემა აღარ უნდა განმეორდეს. რომ შევაჯამოთ, კომპანიაში ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ერთ-ერთი კომპონენტი გადახრების მართვა და ასევე უმნიშვნელოვანესი კომპონენტი კაპა ღონისძიებების გეგმა უნდა იყოს სრულყოფილად დანერგილი, ორგანიზაციას უნდა ქონდეს გადახრების შემოდინების სისტემა, მათი განხილვის, მიზეზების გარკვევის, მიზეზების იდენტიფიკაციის და ადეკვატური რეაგირების სისტემა, რომელიც საბოლოო ჯამში მას მიცემს საშუალებას, რომ ერთი მხრივ დააკმაყოფილოს სტანდარტის მოთხოვნები, ხოლო მეორეს მხრივ ადეკვატური და დროული რეაგირების ღონისძიებები გაატაროს პრობლემებზე, რითიც თავიდან აიცილებს პაციენტზე პოტენციურ გავლენას.